გათაფრებული ქართველები იყვნენ და ცხოვრობდნენ უდეში. ჩილაშვილები, პეტაშვილები, ბაქრაძეები და ასე და აბულაძეები ცხოვრობდნენ. ესენი ის იყვნენ. აქ მაცხოვრებელი იყო 114 წლამდე. 114 წლამდე იყო. მეზობელ სოფლებში კიდო იყვნენ. ამილახარები იყვნენ ზაზალოში. წყისეში ქურთები ცხოვრობდნენ. ლორთქიფანიძეები ცხოვრობდნენ კიდე. და მეორე სოფლები შემოკლილი იყო თათრული სოფლებიდან და იმითი გვარები არ იყო. იმით გვარები ქართული გვარები არ იყო. მარტო უდეში იყო და ზაზალოში იყო ეს გვარები, ხუროში იყო და ახლა ფერმებია და იქ ცხოვრობდნენ. ეს რაც დიდრანი ხალხი იყო, წვილათა და გაათათრა, ისინი გაათათრა. აბა ღარიბები არ გაუთათრებია იმას. დიდებიდან დაიწყო და ეს გვარები რომ გაათათრა, ისინი ბეგებად დასვა. და ასე იყო. გაქცევი დროს მე ის კარგად ვიცი რომ ჩაველთ ახალციხეში ხარ შემატონი იქა თათრები შემოსული იყვნენ მაგრამ სომხები მაშინ თათრები სომხები კაი ძმაკაცები იყვნენ და ეს სომხები გვინახენ ჩვენა მე სომხებსაც დაუწყეს ხოცა რომ თქვენა გვალატობთ ავდექი ზოგი კახეთში გაიქცა იმ დროსაც ზოგი დასავლეთში გაიქცა ვინც სად შეაფარა თავი და ამაზეგან ძალიან რო გზაზე გავდივართ მივდიოდით თავშესაფარად იმ დროსაც სოფლებიდანაც ყველას გვესწროდნენ და ესეთი ამბავები იყო 18 წელში 1918 წელში თურქეთი და საქართველო ომობდა ამ ჩვენ საზღვრებზე ერთი კვირა მიმდინარეობდა ომი ქართველმა ჯარმა ვერ გაუძლო და გაიქცა ესე იგი ახალციხეში და ჩვენ ძუძულებული ვიყავით რომ სოფელი უდე და არალი გაქცეულიყო აქედან წასულიყო ახალციხეში იმიტომ რომ გარშემო სულ თათრები ყავდა თურქები და ისინი გვემუქრებოდნენ და ისინი ჩვენ დაგხოცებდნენ ესე იგი 90% არალი და უდე გაიქცა ახალციხეში შეეხიზნება რაბაჩი ცხოვრობდით 1.5-6 თვე ვის დარჩა 10% 15% უდიდან აღარ წასულა ეს ხალხი სულ დაგვეხოცა თათრემა მუსხი გაავლეს 100-120 კაცი უდიდან იმსხვერპლეს მე ბავშვი ვიყავი 9 წლისა ვიყავი მე რომ აქედან წამეყვანა ჩემმა მშობელმა ფეხშველა ფეხი ჩაველი ახალციხეში უდიდან ახალციხეში 25 კილომეტრია აქედან ვინმე ახალციხეში ტირილიც წამეყვანეს ბიძა ჩემები და მამა ჩემი ამ გარშემოს გორებზე ომობდნენ ისინი ვინმე რომ თურქეთი არ შემოსულიყო და ეს დანარჩენი ხალხი არ დაეწყვეტა ვინმე ჩვენ წავედით უდიდან გავიხიზლეთ იქამდე ომობდნენ ეს აქ არ შემოუშვეს თათრები და მე ესე იგი ისინიც გამოიხსნა და ჩამოვიდნენ ახალციხეში ჩვენ მშველელი აღარავინ არ ყავდა ჯარი გაიქცა ჩვენ დავრჩით უპატრონოთ და სარაღა გვექნა ჩვენც გავიქცეთ ახალციხეში მე ინგლისის ჯარი რომ მოვიდა ესე იგი ჩვენ საშუალება ჰქონდა რომ ამოვსულიყავით ისო ჩვენ სოფელში ხო და მე ამოვიდა ჩვენი საქართველოს ჯარი ხელახლავ და დაიწყო ომი და თურქეთი არ დაგრამდი გადარეკეს მე ერთ რამეს გეტყვი კიდევ უფრო სკარად ეგ თათრები ისეთი იყვნენ რომ იმის შვილები კი არა იმის ჩამამავალ და ჩამამავალი არ ნაიყოს აქ ამ უდეში არ ნაჭაჭარობდნენ უდეში კი არა ამ საქართველოში არ ნაჭაჭარობდნენ ეგენ ისეთი გასისხლიანებული არიან იმდენი უხოცია ჩვენი საქართველოს ხალხი მაგათ რომ მე თავზე თმა არ მაქვს ამ საფლავში განისვენებს
მეუღლენი მერაბიშვილები, რომლებიც წამებული ყოფილან 1919 წლის შემოსევის დროს. აქ არის ასეთი ფაქტი, ფრონელის წიგნის მიხედვით. არის ასეთი რამ, რომ როდესაც 1912 წელს დამთავრდა ჩვენი ეკლესიის მშენებლობა და მოხდა კურთხევა, იქ დანიშნული არის მღვდელი ჩილაშვილი. და ამ დროს ეკლესიაში მსახურობს მოლა ჩილაშვილი. ესენი გვარით არიან ერთნი, ალბათ ტომობრივი ნათესაობაც ჰქონდათ, მაგრამ ერთი აკეთებს ქართულ საქმეს, ერთი აქრისტიანებს ხალხს და მეორე ამაჰმადიანებს ქართულ ხალხს. და გამაჰმადიანება ქართველისა იწევდა დაკარგვას ქრისტიანობისას, დაკარგვას ზენისა და დაკარგვას ეროვნებისას. და დაპირისპირება ხდებოდა ქართველთა შორის. როდესაც ქართველი ღებულობდა მაჰმადიანობას, ეს ნიშნავდა იმას, რომ დაპირისპირებული იყო იგი მეორე ქართველისად, ქრისტიანი ქართველისად. ქრისტიანი ქართველი ნიშნავდა ქართველს და მაჰმადიანი ქართველი ნიშნავდა როგორც თათარს. და აქ დასაკვირვებელი ერთი და მოლა, რომელიც იყო ჩილაშვილი, ეროვნებით ქართველი, ტომით ქართველი და სისხლით ქართველი, მაგრამ არამსახური იმ ქართულ ტრადიციებს, არამსახური იმ ქართულ ენასა და თქვათ ეროვნებას. ის აკეთებს საქმეს თურქულს. იმ ოსმალურ ალბათ დავალებას, რომელიც ჰქონდა. და არც მაგალითად არის ასეთი მაგალითი შედარება, რომ მოახდინოთ აჭარაც იყო გავლენა მუსლიმანობის ქვეშ, მაგრამ ჰაიდარაბაშიძე და მამედაბაშიძე აკეთებდა ქართულ საქმეს. ქართველ ხალხს ასწავლიდა ქართულ ენას. აი მოლა აქ ქართველ ხალხს უშლიდა ხელს იმაში, რომ ესწავლა ქართული ანბანი. და აი ეხლა ხდება ასეთი რამ, ჩვენთან ქრისტიანობაში არის გენეტიკური კავშირი. ნათესაობა ხუთაობის შემდეგ ნათესაობაში ხდება ურთიერთწაყვანა. თქვათ და აი ეს ნათესაური გენეტიკური კავშირი ამ გამაჰმადიანებულ ქართველსა და ჩვენ შორის ქრისტიან ქართველ შორის მე მგონი მკვდარია. ამიტომ დღეს აღარ არის იმაზე ლაპარაკი, მე მგონი რომ იმათი ჩამოსახლება საჭირო არის მესხეთში. ისინი აღარ არიან ქართველები. აი თუ არსებობს ვინმე თავისი ვაზი თუ აქვს დარგული ან ვაშლი თუ აქვს დარგული, ან თქვათ ის პირობები, რაც ბუნებრივად აი აქ მდებარეობს და დღეს როგორ ცხოვრობს უდელი კაცი, აი ამის მსგავსად თუ ცხოვრობს, ის ბუნებით მაშინ ქართველია. თუ ასეთი კაცი არ არსებობს, იქ მაშინ ის ქართველი არ არის. ბუნებით არ არის ქართველი. გენეტიკურად ხო ქართველი აღარ არის, რაღაც ბუნება აღარ გააჩნია იმას. აქ ცხოვრებ კაცსაც არ გააჩნდა ბუნება. ქართული. და ეხლა რაც შეიძლება ის რომ მოიყვანო ის და მონათლო ის იქნება ფორმალური, როგორც მიიღო მაჰმადიანობა და გადირჩინა ხორცი, ისევ გადაერჩენს ხორცი იმ ქრისტიანობითაც. Planetlerce შემოგვესინენ ისინი, რომ დავბრუნდით. მაკურიანი და რომ მოვედით. Planetlerce რომ შემოგვესინენ, მამაჩემი გაიყვანეს მინდორში მოსაკლები. ეს როლის ტყვია იქ. ორჯერ ეს როლის არ მოხდა მამაჩი, ასინდა. მე ერთმანეთს არ ვუთხრა, არ არის ღირსიო და დანებეს თავი და დანებეს თავი და აღარ მოკლეს მამაჩი. აი Planetlerce მერე მოვიდნენ სახლში რომ შემოგვესინენ, არც ერთი ლოგინი არ დაუტოვიათ, ლოგინი, პური, თურამე შეხვდათ, მოხვეწეს, დაიყვანენ და წასვლა. 18 წელში ხიზაბავრელებმა ჩამოაყალიბეს 1000-ეული. ამ 1000-ეულში შედიოდნენ საროდან, ტოლოშიდან, დადეშიდან, ქუნციდან, ვარევნიდან ქართველი მოსახლეობა, რომლებიც ერთად
იცავდნენ ვარძიდან მომავალ და ასპინძიდან მომავალ გზებს, საიდანაც უნდა შემოქცევოდნენ თურქები. იარაღი წინასწარ გადმოტანილი იქნა ბაკურიანიდან, იარაღის მრავალი სახეობისა იყო, რამდენიმე ტყვიამფრქვევი იყო, ერთი ზარბაზანი, რომელიც ჯერ ნანეხვში იდგა სოფლის დასავლეთით, შემდეგ კი სანიორას მთაზე გაიტანეს. დიახ, ამ დროს ქართველებმა, დამალელებმა იქ დამალის გზები ჩაკეტეს, ხო და ჩაუკეტეთ თათრების გზა, რომ არ შეძლებოდათ შემოსულიყვნენ ხიზაბავრიდან და ჩაეკეტათ ჯავახეთის გასასვლელი გზა ბაკურიანისაკენ. ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლებოდა გასვლას, იყო ბაკურიანი და მეორე გზა ცხადია წალკისაკენ. ბაკურიანის გზის ჩაკეტვის იმედი ცხადია ჩვენზე იყო დამყარებული. ამიტომ თურქები მოისწრაფოდნენ, რომ ეს გზები ჩაიგდათ ხელში და მოსახლეობა მთლიანად ხელში ყოლოდათ, მაგრამ ხიზაბავრისა და მოხალისათა ათასეულმა გადაუჭრეს გზები. არა მარტო გადაუჭრეს, არამედ ჭაიტისა და სანისლაოს ამოსასვლელი გზებით კი ჩაკეტეს, რომ ოთელები იქიდან არ მოგპარებოდნენ. ერთ-ერთი ბრძოლის დროს, როცა სანიორას მთაზე 7000 თურქი კბილევამდე შეარაღებული მოადგა და შეტევაზე გადმოვიდნენ, 1000 გადავიდა ხელჩართულ ბრძოლაზე, თურქებმა იკადრეს უკან დახევა. ჩუნჩხის პლატოდან კი ჩუნჩხელებმა ტყვიამფრქვევი გაუხსნეს ზურგიდან თურქებს და იძულებული გახდნენ თურქები, მკვდრები დაეტოვებია და უმარხავი და გაქცეულიყვნენ. ბოლოს როცა უკვე ძალთა თანაბარბობა შეიცვალა, ხიზაბავრებს აღარ შეეძლოთ ამ გზების დაცვა, მივიღეთ განკარგულება მენ შევკვრი მთავრობისაგან არჯევანის მეშვეობით, რომ დაგვეცალა რადაც არ უნდა დაგზავნოდათ და გაემგზავრნენ ბაკურიანისაკენ. ხოლო აქ დარჩენილი მოსახლეობა კი აგვაწიოკეს, გააგზავნეს რაც ჰქონდა, წაგვართეს, პირუტყვი წაიყვანეს, რამე ტანსაცველთ უგდა წაგვართეს. ახალგაზრდა ვაჟკაცები, რომლებიც ხელში მოხვდნენ და ვერ დაიმალნენ, ესენი დახოცეს, ხოცავდნენ შუაგზაზე, დედას შვილს აკლავდნენ, ცოლს ქმარს აკლავდნენ, დიახ, იტაცებდნენ ქალიშვილებს, ძლებს, ქალებს, აუბედურებდნენ და ზოგიც კი წაიყვანეს. სამართლიანობა მოითხოვს აღნიშნოთ ისიც, როგორც გადმოცემიდან ვიცი, ყველა ველური არ იყო შემოსეულთა შორის. იყვნენ თითოეულანი, რომლებიც ჩვენი გადარჩენისათვისაც ზრუნავდნენ. მაგალითად, ანთაძეების სახლში მოლა იყო და ეს მოლა იცავდა აქ შეხიზნულ ყველა ხიზაბავრელ ახალგაზრდას, რომელმაც თავი შეაფარა. ამბობენ, რომ აბაშიძე ყოფილა. აბაშიძე, ხო, მაგალითად, ხერთვისის მოსახლეობის არც ერთი კაცი არ მოსულა ხიზაბავრაში თალანზე. ხოლო და მხოლოდ თალანზე მოდიოდნენ ასპინძა, იდუმალა, ოშორა, ზემო ოშორა, ყამზა და სხვები. და ცხადია ახალციხე ასპინძიდანაც. ასე ცხადია გაგრძელდა დიდ ხანს. ქართველებს კიდევ იმდენი დიდ სულევნება გვაქვს და ამ დიდ სულევნებით ვარ ჩვენ ხშირად წაგებული და ეხლაც რომ ვარ წაგებული და ვრწმუნდებით, ამას ყველა ვხედავთ, რომ ჩვენ ყველას ფეანდაზად ვეგებით, ყველას სტუმარს მასმინძლად ვიხდით, დიახ, და ჩვენ რომ ესე იგი მტრობას გაგვიწევენ, სამაგიეროს აღარ უხდით. ათასხრას პროვინციის გაზაფხული იყო, რატესა მორჩელი იყო, ეჩერი თათრები, აი მეზობლები. სამჯერ ავიდნენ ტოლოში ბეგებთან, მოდით ქართველები გაცართვით, მოვიდნენ, შემოსვიდნენ, გოკიელი, დაგვეცივნენ, მოგანგურეს აგერ სკოლაში ვაი. და ხოგი კინაპრეის ბორარი მინახდით, რომ მეზობელ ხათრი არ დათესო. მაინც მოიპატიეს, დაგვესივნენ, გაგცართეს. მოგანგურიას აქ სკოლაში. ესე მეც პანჯარასთან მივიდექი. ცხარი ძროხა. რამდენი წელი იყო? 8 წელია. ой. ეს ცხარი ძროხა რო გოკიელებმა წასხეს, ჩვენ აქ შეგვიდეთ სკოლაში.
ეს იყო 18 წლის მაისს. რამდენი კაცი? მთელი სოფელი შეგვრეკეს. ქართველი ვინც იყო. და მოიტანეს ნავთი ბიტონეს, ნავთი და მიესხატნა გიეწვათნა წრიშვილი. ვინც გამოვიდა და ფანჯრიდან ანკარიდან წყით მომარაგებული იყო, იმან დიახოცა. აიგე. მე ეს გაიგო შაქარაღან. ურალელი იყო. ამოვიდა და ემან არ დაგვახოცინა, არ დაგხვეწა. ივან კიდამდე წავიდა ეს ჩვენი თათრევი გალანძღამ. ამ დროსაც შემოვიდა თურქეთის ჯარი. აქ ახალციხეში. ხალიფაშის მეთაურობით. ხალიფაშან თითი დაუქმია ყველას. თათრევსაც. აქედან თათარიდან დაგძეულობა. ჩვენ დაგვიყვება ამ ხალიფაშა. ნება დაგხტო. წადით თქვენი საქონელი იცანით. თუ არ მოგწათ ჩემთან მოდით. დედასუქიდან. სამაგიერად რასაკეთებდა ის. იმათ გვადგენდა მაგრა თათრესა უხეშხატო. სამაგიერად აქედან კაცგზავნი და ხალხსა თავისთან თათრევ. ხოფიდან თოფეული გენდა. ერთ შემეზობელი ემარა იყო. ორი თოფი გადმოიტანა. ორი თოფი. ორი ზმანი ვართ ერთი. თან ჩვენ ვიყვავი და თან უკნან ორმოს გიწხრიდა. აი ახლა ჩვენ ახალგაზრდა ვეუბნერო ბიჭო. თურქეთის პოლიტიკა ასეთია. ერთ გელაპარაკია, მეორე შეზუგიდან ფხრის, მესამეზე ფიქრობს. აი პრაქტიკა 18 წლის ესე იყო. მესამეზე მაფიქრონდა რომ აქ ნადარჩენი ყვარნაცასულიყო. მე ვაბრო არ იცეოდა მაგასთან. ზევანგი თარაკია გიგაი ქირვა იყო ქირვა. გაბაიყარა იუთლა კაცო თოფი მამა და უთხარდო გიგაი გაიქცა. არა მე შეგინახან კაცო. გამოყონა მისამოაკლე. აჯერი ქირვა, აჯერი მეგობრობა. იმასთან მეგობრობა არ შეიძლება. თუ მეგობრობა დაიწყენი ძალიან ფხიზრად რა ყოფილა. ის არ გაგონია დადესილო შეედნენ. სანდრეს სოლი, ივარიძე სანდროს სოლი, ვარგანებდა მოკლეს. ნამუსიც ხედაუკეთეს, სამი ხორფა ბავშვი წვრილდავი, 2 წლიანი, 3 წლიანი ზუზუზე ბავშვი ზედაყლეს. დადეს. წვრილი არ გაგონია? ვინკრა, ყოფილმა ქართველებმა. მე რაღაც იყო ეს გარეკეს. წავიდა. შემოვიდა მე შევიკე და თავი ვერ გაართეს. გადიდნენ ხოფიდან, თოფიდან, აჯანყდა სარველბეგი. იაყელევის დინასტიიდან იყო. სარველბეგი, ფოცხოვი, ისინი აჯანყა და მოუწია. გაგიგონია. ვაი ენგურეს. ვაი პატიჟე, ვაშორელი, ყამზელი, ვაი ენგურეს, მოდი ქართველები გავხოცოთ. არჩევ მეზობლებმა. ოდა მოანგურეს გაიყვანეს იქ არაში მინდორში. ვინ გაიყვანეს? ქართველები მოანგურეს. რამდენი? მოელაპარაკეს 13 კაცი. დაჭკიტეს და ყია ესროლეს. ნახო ერთი ყია რამდენ კაცს გაივლის. გაშინდეს. ერო ჩახოცეს მერე მიდგრენ სულით და ხანჯლით აჩეხეს. გაიგე? ნაფოტივი დაკრიბეს მოიტანეს და მახეს. თქვენ სად იყავით მაშინ? ჩვენ აქ ვიყავით მეზობლობის შეხადრული კიდევ. აქ ვიყავით სადღაც ვიყავით. მად მოკლეს. ერთი თათარი ასკარა იყო 13 მოკლეს. ერთი თათარი ასკარა იყო რომელიც ქართველებს დახოცის წინააღმდეგ იყო. სადაც ისიც მოკლეს. ქართველებს რა არ გვახოცინანო. ეხლა გაზეთი კითხულა რა თურქია იყო. რა ისინი აქ გამოსახლება შეიძლება. ყოველას დაუჭირდება. ახალი სიცხის გრამ მოხდება. იმათი ძული უკარნახენდა. მოპარე, გაქურდე, მოკარი, ქარის მოტაცე, სამოთხეში წახვა, ქრისტიანი. ჩიდვეთელში დაგათ გადმაშრეს ლოზუნგი. ახლა საბახე როლმიაჯა, სალამ ბიროლაჯა. ვითომ ქართულ თათარი არ ნაყოფილიყო ქრისტიანები აქ. მარტო თათრები ნაყოფილიყვნენ და არაბული სალამი იქნებოდა.
ჩვენ სოფელს ერქვა სარო. ჩვენ გვყავდა ერთი ოჯახი, თათრები, ერთი კომლი. გაიყარნენ 60 იქნენ, სამიზმები იყვნენ. ორბელიანები იყვნენ. მამა ჰყავდა ძალიან ძვირფასი კაცი. რომ მოუკვდათ მათ მამა, ის მამა ხერთვისში გაასვენეს, აქ არ დაასაფლავეს. ხოლო ძველი თურქების სასაფლაო არის საროში, მაგრამ ის კაცი არ დაასაფლავეს აქ. არ დამარხეს, ხერთვისში წაიყვანეს. სადამე ეს ასრე. ხერთვისში ბერნაირი, ქართული გვარი ბევრს აქვს. ჯაფარი ძიები, ძიები, ბევრი გვარები არიან ძალიან ხერთვისში. თარაქმები ცხოვრობდნენ ძალიან ხშირად და ჯგუფად. აქ ირმასხანს ეძახიან, ტოლოს ზეიდან არის ერთი კუთხე. კუთხე იქ ცხოვრობდნენ თარაქმები. ქურთები ჩვენ ახლომახლოს არ ცხოვრობდნენ. თარაქმები კი იყვნენ, მაგრამ ხერთვისში იყო სუფთა თათრებს ეძახდნენ, ნამდვილი მამადიანები. მოლას ძალიან ხმარობდნენ, ძალიან უყვარდათ. ერთი სიტყვით, თავიანთი ჯული ძალიან მიაჩნდათ და ჩვენთან ურთიერთობა ძალიან კარგი ჰქონდათ. მხოლოდ იქამდე მანამ რაიმე არეულობა მომხდარიყო. მაშინ კი აღყვებოდნენ თავეთ ჯულს, თავეთ რწმენას, გადმოდიოდნენ იქიდან, თურქეთის გადმოდიოდა, ეგენი ემხროდნენ, ხოცა ჟლეტად ჩნდებოდა ჩვენთან, ერთი უბედურობა იყო ხოლმე, დიდი ამბავი იყო, ხოლო თუ სიმწყნარე იყო, ძალიან პატივს ვცემდნენ ეს თათრები ჩვენ, ეს ხერთვისში რო გვაფასებდნენ. პირობეთ რომ მე ჩავიდოდი, აი ბავშვებს რო ვიყავი, სკამს დამიდგენდნენ, დაბრძანდიო. მამა ჩვენს ძალიან აფასებდნენ, ძველი ხალხი უყვარდათ, ძველი ხალხი კარგი იყო ძალიან, მაგ ხერთვისში, კარგი ხალხი ცხოვრობდა, ხნიერი ხალხი. ძალიან შეგნებული ხალხი ცხოვრობდა, მაგრამ შეგნება რა შუაშია, თავისას ხო არ დასწრობდა. ყველას თავისი უყვარს. როგორც რაულება მოხდებოდა, კარგი ცუდი ხდებოდა და ცუდი მაინც ცუდი იყო იმადგანი. 18 წელში დიდი ამბავი მოხდა. 18 წლის კაცი ვიყავი. ბორჯომში და ჩვენი საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი და იმამ გაგვცა ბრძანება გამოუშვა. მამა ჩემი დადიოდა სწორედ ეს თათრები რო აგვესწნენ, ყუიაწამალზე მამა ჩემი დადიოდა, მჭედრიშვილი ივანე, რომ მოეტანა იარაღი, მე ბაკურიანდა რო გადმოვსიდეთ, იარაღი 3 თოფი მომქონდა. ცხენი მყავდა, ცხენს ეკიდა ბევრი ჯაფხანა, ყუია, წამალი, თოფი იარაღი და 3 თოფის მე მომქონდა ზურგით. მერე მოვიდა ჩვენი მგერენლისგან ბრძანება რომ უნდა დაუტოვოთ თურქებს თქვენი ადგილები ქვეყანა. მამა ჩემი მოიტანა ამბავი იქიდან. ავდექით, ვისაც როგორ არ შეეძლო, ურემი, რაც ჰქონდა მაშინ მანქანა არ არსებობდა არაფერი. ურმები მოვაწყეთ ხელა, დავწვიტეთ, ვინ რაც შეძლო, ნაწილი დაგვრჩა, ნაწილი წავიღეთ და დაუდეთ ბაკურიანისკენ. სომხების გაიხსნენ, მაგრამ ისი არა, სომხები არა. მარტო ჩვენ გაყვნენ ფრანგები, ზოგიერთი კათოლიკები გაყვნენ. სომხებს არც სომხებ არ ეშონენ. სომეხი ძმაო, არავის არ ეწყინოს და სომეხი ისეთი მილათია, რომ რო იტყვიან ჩვენებურად, აი საჯს ხმარობენ ქვეყანაზე, რომ პურს აცხოდნენ და საჯის პური დღეში არიან ეგენი, აქეთაც გადაბრუნდებიან, იქითაც გადაბრუნდებიან. და როგორც თათრები შემოვიდნენ, მიემხნენ სომხები მასვე იმათ. მერე, ესე ძალიან საინტერესო ამბავია. ძველში მე ჩემ ნათესავთან, მამი და ჩემთან ვიყავი. თათრის სახლში ვარ, ჩემი სიძით კარგი მეზობელი იყო. ჩემი მამიდის მაკრათაც იყო, ასკარაი ერქვა, კარგი კაცი. იმამ შეგვინახა. სახლში ბევრი ქართველები, ვინ თავის მეზობლები იყო, იმასთან მიველით, ვინ სხვის მეზობლები, ისინი იმ თათრებთან მისახლდნენ. და მოდი შენა, რომ აქ რომ მოვიდნენ და მოიკითხეს რამდენიმე კაცი ამ თათრებმა, რომ გამოგიყვანეთ, რომ ეს კაცებინა დავხოცოთო. და ამამ უთხრა,
თავის ურჯულს უთხრა თქვენ ურჯულიებო მე კაცი გამოგიყვანა და მოგაკლევინოო და გაისროლა თოფი ესროლა თავის სახელიდან იმათი არავინ არ მოკვდა მაგრამ მოდი შემერო მანამ ამის ტყვია წავიდა იქიდან ტყვია მოასწრო და ეს კაცი წაიქცა ეს კაცი მოკვდა ჩვენი შემნახი კაცი ასკარაი ავდა კიდე გავიქეცით ახალციხეში იმ ღამეს ხოლოდ იმ დღით მან იყო ისეთი კაცი თათარი კაცი მართლაც რჯულიანი პირადად ეგოჯახი რომ მოკვდა ეგოჯახი რომ გაგზავნეს ოჯახიდან იმ ოჯახიდან ორი კაცი რომ წადით ფაშასთან ახალციხე ფაშას ეკავა ფაშას რომელი ფაშა ვერ ვეტყვი ამას და ფაშას წადით მაშველი მოგვიგზავნოს რომ არავინ არ დაგვიხოს რომ ეს ქართველები მოდი შემერო ეს ხალხი თურმე ამოვიდნენ და ვერ მოახსიეს ველში და ჭობარეთში დარჩნენ იმ ღამეს ვინც უნდათ ერთი 16 კაცი თოკით გადაადეს ველში ქართველები ამ თათრემა თოკით გადაადეს რომ აი ჩვენებურა ჭაპანს ვეტყვი დიდი თოკით რომ არ გაიქცნენ არც ერთიო და თოკით მოკლეს თოქქვეშ 16 კაცი ველში ამ თურქებმა აკო მე ერთი უსწავლელი კაცი ვარ სკოლის კარი არ შენიღე არ ვიცი სკოლა არც იყო ჩვენ დროს ჩვენს ხოთელში ჩვენს დროს მაგრამ იმდენი სკოლა მაქვს და ფიქრობ ჩემთვის ფიქრობ რომ ყოველთვის რატოს ცდება ეს სახელმწიფოს ხელმძღვანელი კაცო რატოს ცდება ამ ნიკოლოს თათრები რატო არ ხავდა რომ გაიყვანა ჯარში თუ იგივე ერთ მიწაზე ცხოვრობდით ერთ სახელმწიფოში ვიყავით რატომ არ ნაგაიყვანა თათრები და რაღა მარტო ჩვენ და სომხები არ გახავდა იმიტომ რომ ასუქებდა იმათული და დასუქებული იყვნენ კარგად რომ მე ჩვენთვის ბოლო მოეღოთ რაც მართალი ლაზარეძე აი ახლა რა მაინტერესებს თუ კარგად ვიყავით ბატონო ეს ხერთვისელები თუ ერთმანეთს კარგად უყურებდით თქვენმა ხერთვისელები ომის დროს როგორ მოუბრუნდათ იმათ რომ თოფი გესროლეს ბატონო ასეთია როგორ გინდა რჯულის თვითონ წმენის ისინი მტრები იყვნენ გვესროლეს ჩვენს ვესროლეს ისევ იმატებდით როგორც ქათამს გაინეტავს ადამიანი დასაკვლელა ისევ იმატებდით ერთმეორეს რაც მართალი თათრები რომ შემოგვესივნენ მაგრამ ვერ გაგვტეხეს რომ ჩამთავრდა სამი კაცი მოკვდა იმ ომში ჩვენი ქართველები ბევრი დაიჭრა პირადად მე დავიჭარი ინტერესი ჩაიდეს და ეს კაცი მოკლან ეს თათარინა მოკლან ჩვენთან ერთად გამოიქცეს ხიზაბავრაში მაგრამ არ უშვებენ მოკლან მაგრამ ძალიან დააშავა იმ ქართალმა ცუდი კაცი იყო ძალიან ევგენას ეძახნენ შვილი დაიჭრა და რა დაიჭრა ჩემი შვილი რა უყოთ ახლა დაიჭრა ողობდა დაიჭრა და მე ეკლესიას თავარანგელოს შემწიდეთო ასე თქვა ამ თათარმა ნუ მამკლან თავარანგელოზი არის სახელი ჩვენი საროს ეკლესია თავარანგელოს შემწიდეთ ნუ მამკლანთო და იმ ურჯულო ნამდვილი ურჯულო იყო ის ქართველ რომელმაც ის კაცი მოკლა ცოლშვილით ამოწყვიტეს ის კაცი და ცოდო იყო ძალიან ეს ორბელიანი ისე უბრალო კაცი მოკლეს უბრალო რა უყო ძმები გაიქცნენ მაგრამ ძმის მტერია და რა მოხდა რა არის ძმებს რა შევადაროთ ეს კაცის წვენას ფეცავს და რას ერთში რო კლა აი ამოდენა შემოკარგებო ინტერესი იყო ერთმეორეს შორის რომ თუ ფურსანდი აი საშუალება მიეცებოდათ არც ესენი ზოგავდნენ არც ისინი გზოგავდნენ რაც მართალი რა არის რომ მოგეცა საშუალება აუცილებლად მოკლა კაცი კაცო არ მოკლა კაცო ადამიანი თუ ხარ ადამიანი უნდა შეიბრალო ოჩაღი ყოჩახს არ მოჰკლავს მის დღეში ოჩაღი კაცი თავისნაირი ყოჩაღი ვინც ისში მეომარი იმას ტყვიას არ ესვრის არიდანს ნუ მოკვდება ყოჩაღია და ცოდუაო კარგი კაციაო მე სულაც ვიტყვი რომ ჩვენა შემოკარგებო ღმერთი ერთია ხოლოდ ასე იტყვიან რომ სამპიროვანია ღმერთი სამპიროვანიაო მამა ღმერთი ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი მაგრამ იგივე ღმერთებია და ისინიც იმის გაჩენილი არიან თურქებიც ჩვენც იგივე ისევე ერთნაირი ადამიანები ვიბადებით ადამიანი ადამიანია
ხოლო მოდი შენა რომ იმას თავეთი ზული და მონათლა და თავეთი ჰქონდა ჩვენ გვქონდა. ასე იყო ჩემო კარგებო. Значит, я юрист, житель города Ташкента, по национальности турок. Родители мои были переселены в Республике Средней Азии в 1944 году. Откуда, помните? Из южных районов Грузии, Ахалцихского района, Грузинской ССР. Вот. На протяжении 4-50-летия наш народ в Республике Средней Азии лишен элементарных своих конституционных прав. Они не могут осуществить свои права в области социального развития, политического развития, а также не могут решить свои языковые проблемы. На грани потери своего национального облика. Поэтому считаем, было бы очень разумно, было бы проявлено большой гуманизм со стороны грузинского правительства, грузинского народа, если бы они пошли навстречу, принимая наш народ и расселяя его по необходимости по всей Грузии и, естественно, давая право населению и родные места, создать им 3 главных жизненно важных условий для проживания нашей национальности. Это первый. Значит, для развития культуры нашего народа создать на базе Государственной филармонии Грузии этнографического турецкого ансамбля песни и танцы. В школах, даже в компактных проживаниях граждан турецкой национальности, в школах грузинского обучения дать возможность 1 час изучать родной турецкий язык. А также издать в областном или республиканском масштабе 1 газету, которая будет, значит, выходить на турецком языке. Считаю, что на территории Грузинской ССР, как юрист, создание автономной республики в тех районах, в которых жил наш народ, приграничных районах Турции, реально неосуществимо, и в этом не нуждается наш народ. Если они могут свои права защитить, свои интересы, свои будущее, именно на этих принципах. Тогда бы народ правильно понял бы, который многие до сейчас из них находятся в заблуждении, что переселение наших граждан в Грузию, им будет навязана грузинская фамилия, значит, национальности, они только могут говорить на грузинском языке, постепенно, скажем, огрузиничать, ассимилироваться. Это опасает основную массу интеллигенции, постепенно она доходит до сознания и даже простых людей. Рано или поздно на такой почве решения турецкой проблемы могут привести нагнетение напряженности в тех районах компактного района, даже в будущем Грузии, и могут привести к последствиям непредсказуемым. Поэтому мы вообще, турки, считаем, что грузины – это наши братья, друзья. Они очень, как талантливый народ, должны понять, что мы не можем жить без наших социальных, вот так, без своих традиций, без своей культуры. По результатам беседы основной массы нашего народа, мы приходим к выводу, они полностью разделяют, чтобы они сохранили национальное достоинство, они были турками, им дали возможность развивать свою культуру. Ну, те часть, те более, значит, непросвещенный часть. На сегодняшний день, если они даже стихийно этого не требуют в виде сложившихся условий, лишь бы переселиться в Турцию, но у них в душе, глубоко в крови, то есть, извиняюсь, в Грузии, а у них этот вопрос стоит. Этот вопрос будет подниматься по приезду в Грузию, будет подниматься, и там, может быть, какой характер получит, вы сами от этого получите. Поэтому в самом начале этот вопрос решения, потом уже решение вопроса переселения было бы очень правильным. Еще один вопрос. Вы это представляете свое личное мнение или какой-то группе людей? Представляю мнение интеллигенции, проживающих в Ташкенте. У нас имелись определенные группа по всей республике. У нас имелись обращения правительственных органов, в которых мы хотели создать вот эти вот, в принципе, значит,
утверждения национального самоутверждения здесь. Мы это обращались в Узбекский СССР такими обращением от имени 1500 коммунистов. Ну, поскольку сложилась обстановка здесь так, и мы видим, что уже нам трудно, но мы теперь уже приходим к выводу, если грузинские партийные органы пойдут на это, только на этих условиях можно жить и жить на любой территории Грузии. Я один вопрос хочу вам задать. Вот когда вы говорите, что это группа интеллигенции в Ташкенте, да. То, что заявлениями, которыми вы в правительство поступали, вы это обсуждали вот с народом в деревнях, туда-сюда, это в колхозах? Это обращение было размножено в несколько сотных экземплярах. Наши представители ездили по селам, их подписи до сих пор у меня находятся. Чем различается вот ваш от Сарваровского? Сарваровскую позицию, Сарваров на протяжении длительного времени они ставили вопрос, значит, создания автономии на территории Грузии. То есть на территории наших районов, где наши проживали. Если они, скажем, потом, последующие годы, когда уже они увидели, что точно это нереально, сейчас они уже перешли на ту позицию, чтобы хоть и не дайте нам автономию, но нам дайте эти районы. Те люди, которые говорят, что их родители грузины были, они находятся, их очень малочисленны, мы можем вам убедиться, они, исходя из тех побуждений, чтобы как бы вернуться на кровные земли и видеть могилы к своим родителям, они, это не давая отчет своим этим, они высказывают такие безответственные значит, мысли. Но я думаю, что представители грузинской национальности должны правильно оценить. В конце до концов, они грузинов не выселяли никогда из территории Грузии. Вы так думаете? Да. Как ваша фамилия? Фамилия моя Аббасов, Исмаил, отца фамилия Дилавар. Они все исходно из турецкой, и никакой здесь. Если бы я сегодня сказал, что я грузин, пришел бы к вам, я лучше приду к вам, скажу, я турок, ты доверь меня. Если чем я приду, скажу, я грузин, завтра бензин подливать буду. Вот исходить из этого. Наша вообще психология, наши произношения, наш язык со всех сторон, ребята, вы поймите, на этом вопросе, допустим, вот вы поймите, я сам опасаюсь от того человека, от моего товарища, который сегодня к вам говорит, что я уже грузин. Вы уверены, что вы завтра он не скажет, что он не грузин? Вот в нашем языке, да, возьмем, допустим, камень. На тюркских языках, на всех тюркских языках говорят даш или таш. А мы как говорим таш, т, ч, п, к. Это у тюркских народов эта буква не встречается. Наш ребенок, который здесь родился, вот он говорит ч, п, т, к, такие буквы, которые исконно короли. На вас вопрос. Подожди, я не закончил. Когда ты говорил, я не мешал. Понимаете? Поэтому, может и есть такие, Исмаил, может и такие есть. Вот откуда такая, допустим, вот Мамулагилар, это чисто грузинский, это не принятый у грузин, это родовой их фамилия, Мамула, Мехридзе. Вы сами кто, грузин или турк? Скажите в камере. Я, если бы знал, если бы я знал. А те, которые вам говорят, что нет, мы грузины, мы хотим там принять, это авантюристы, это только не считающиеся интересом народа, преследуют недалеко идущие цели, которые приведет к неприятным последствиям для самого грузинского народа, не только нашим. Там будет вот такая война. Время самосознание в народе поднимается. Дети, которые наши дети поднимутся, однажды поймет, что есть что. Это вопрос авантюра, поймите, товарищи. Лучше вы нас туда не пускайте, чем будете отнимать последние у нас. Мы ничего не отнимаем. Нет, если вы скажете, мы грузины, вы у нас все отнимаете.